აგერ ძმაო, ნახე რა ხდება. მაიკლ მორალესმა და ჩვენმა ილია თოფურიამ ერთად სურათი დადეს და მთელი ინტერნეტი აალდა. მორალესმა ატვირთა თავის ინსტაგრამზე. ერთად არიან ძმაკაცურად გადახვეულები. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ რომ დააკვირდები, ტანებს შორის ხვაობა თვალში გვხვდება. მორალესი ხომ ვიცით, 77 კილოში ჩხუბობს, მაგრამ ტიპი ისეთი აშენებულია, მგონი 84-იანებში უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. ილია მასთან შედარებით პატარა ჩენს, სადღაც თავის 3/4-ით დაბალია, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს. ეგ პატარა კაცი ისეთი დვიზიკია, ბევრ გოლიაც დააყენებს ცალფეხზე. ახლა დაფიქრდით, რატომ გამოაგდო მორალესმა ეს ფოტო მაინც და მაინც ახლა? შემთხვევითი არაფერია, მეგობრებო. ყველას გვესმის, რომ ტიპს ისლამ მახაჩევთან ჩხუბი უნდა. დანა უაიტმა ხომ თქვა, ისლამი აგვისტოში ბრუნდებაო. ხო და კანდიდატებიც რიგში დგანან. მორალესი და იანგარის სოციალურ ქსელებში ისეთ ამბებს ატრიალებენ, ნამდვილი საინფორმაციო ომია. მაგრამ ილიასთან ერთად გადაღებული სურათი სხვა რამეა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მორალესი ჩვენს მხარეს იჭერს, ამ კავკასიურ ევროპულ მხარეს და მზადაა იმ რუსულ მანქანას დაუპილისპირდეს. საერთოდ 77 კილოში სულ 3 კაცი მეგულება, ვისაც რეალურად შეუძლია მახაჩევს თავის ტკივილი გაუჩინოს. კამარუ უსმანი, ილია თოფურია და თავად მორალესი. მოდით ბოლოდან დავიწყოთ. უსმანს მესამე ადგილზე ვაყენებ. რატომ? კი, ლეგენდაა, კი, სახელი აქვს. თვითონ მახაჩევმაც თქვა, მემკვიდრეობისთვის მაგასთან ჩხუბი მინდაო. მაგრამ 38 წელი ხუმრობა არაა, ძმაო. კაცი უკვე კარიერის ბოლოსკენ მიდის. მუხლები აღარ უარგა ისე როგორც ადრე. თუმცა სტილისტურად მაინც საშიშია. ისეთი ჭიდაობა და გამოცდილება აქვს, მახაჩევს ადვილად არაფერს დაუთმობს. მეორე ადგილზე კი ჩვენი მატადორია. რატომ მეორეზე? მოდით რეალისტები ვიყოთ. 77 კილო ილიასთვის ბუნებრივი წონა არაა. მახაჩევი კი ამ წონაში ისე ავიდა, კუნთი ისე დაიდო, რომ ძალა და გამძლეობა საერთოდ არ დაუკარგავს. ჯეკ დელა მადალენასთან რომ ნახეთ, ტიპი ორთქლმავალივით იყო. მაგრამ ილია სხვა ფენომენია. მისი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ ბევრს მითი ჰგონია, რადგან UFC-ში ჯერ ბოლომდე არ გამოუყენებია, მაგრამ ვინც იცის, ტიპი გრაპლინგშიც მხეცია. გაიხსენეთ ვოლკანოვსკი და მახაჩევის პირველი ჩხუბი. ალექსმა ისე გააწვალა ისლამის, ზოგმა გამარჯვებაც კი მას მისცა. რატომ? იმიტომ რომ დაბალი სიმძიმის ცენტრი ჰქონდა, დასაჭერად მოუხელთებელი იყო. ილიაც ეგეთია, სრიალა, ძლიერი და თან ისეთი დარტყმა აქვს ვოლკანოვსკიზაზე ბევრად მძიმე. 77 კილოში მახაჩევს უპირატესობა ექნება, მაგრამ ილიას შანსები? ეგ შანსები იმაზე დიდია, ვიდრე ბევრს გონია. დაიმივედით პირველ ადგილზე. ჩემი აზრით, მორალესი არის ის კაცი, ვისაც მახაჩევის დამარცხების ყველაზე დიდი შანსი აქვს. რატომ? იმიტომ რომ ამ ბიჭს ბავშვობიდან აქვს გამჯდარი ძიუდო, დედამისი, ოჯახი, სულ ამ სპორტშია. ეს არაა ისეთი შემთხვევა, როცა ჩხუბამდე 3 თვით ადრე იწყებ ჭიდაობის სწავლას. არა ძმარო, აქ ნეირომუსკულური მეხსიერება მუშაობს. მისი სხეული ავტომატურად რეაგირებს ნებისმიერ გადაყვანაზე. მორალესი დაუმარცხებელია, აქვს საშინელი ნოკაუტიერი ძალა და რაც მთავარია, ისეთია, რომ მახაჩევს ყველა კომპონენტში აეყვება. მახაჩევს ხშირად აფასებენ დარტყმაში. კი, კარგი სტრიკინგი აქვს, ჭკვიანური, მაგრამ მორალესი ამღრივად საფრთხეა. მოკლედ, თუ ვინმეს უნდა დაამტკიცოს, რომ 77 კილოში მეფეა, მახაჩევმა სწორედ მორალეს უნდა მოუგოს. აგერ ძმაო მეორე თაროც მოვიდა. მოდი უფრო ღრმად ჩავთხაროთ ეს თემა. იმიტომ რომ აქ მარტო ფოტოები და ინსტაგრამის პოსტები არა. აქ ნამდვილი სპორტული მაგია და დიდი ფულია ჩახლართული. დაფიქრებულ ხართ რატომაა, რომ ზოგიერთი მებრძოლი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ჭიდაობაში, მახაჩევთან მაინც აგებს. იმიტომ რომ ისლამი სხვანაირად სუდქავს, სხვანაირად გრძნობს მეტოქის წონას. მაგრამ აი მაიკლ მორალესი, ეს ბიჭი სულ სხვა ცომისგანაა მოზელილი. ბევრს გონია, რომ 77 კილოგრამში, ჩვენებურად ველტერვეიტში, თავარია დიდი კუნთები გქონდეს და მაგრად ურტყამდე. ეგეც საჭიროა, მაგრამ მორალეს ისეთი რამ აქვს, რაც მაღაზიაში არ იყიდება. ესაა ბავშვობიდან გამჯდარი ინსტინქტი. მისი ოჯახი, განსაკუთრებით დედამისი, ძიუდოს ნამდვილი ფანატები არიან. წარმოიდგინეთ, ბავშვი ჯერ კიდევ ფეხზე მყარად არ დგას და უკვე ტატამზე აგორავებენ. ეს ნიშნავს, რომ მისი რეაქციები არაა ნასწავლი. ისინი ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. აი მაგალითად, ჯეკ დელა მადალენამ რომ სცადა მახაჩევთან რაღაცების გაკეთება, ეტყობოდა, რომ ტიპმა სადღაც 4-7 თვიანი ბანაკი გაიარა. კრეიგ ჯონსთან იჭიდავა და ეგონა ეყოფოდა. ძმაო, 6 თვეში იმას ვერ ისწავლი, რასაც მორალესი 20 წელია აკეთებს. რითია მორალესი საშიში? მძიმე თეძოები. ჭიდაობაში ეს გადამწყვეტია. მორალეს ისეთი ბაზა აქვს, რომ მისი წაღწევა იგივეა, რაც 100 წლიანი მუხას ცადო და ხელით ამოძირკვო. ნოკაუტის ძალა. მისი ხელები, ეგ არაა უბრალოდ დარტყმა. ეგაა პირდაპირი რეისი რეანიმაციაში. მოქნილობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია, სადღაც 185 სანტიმეტრი, ისე მოძრაობს თითქოს 60 კილო იყოს. ახლა მოდით ილიაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა, იმიტომ რომ ჩვენი სიამაყეა. ბევრი ამბობს, რომ ილია მახაჩევისთვის პატარაო. კი, სიმაღლეში შეიძლება ჩამორჩება, მაგრამ ძალა
ილიას დარტყმაში იმდენი ენერგიაა, რომ მგონი 90 კილოგრამიანებსაც კი დააძინებს. თან ილიას ისეთი ხასიათი აქვს, იმას საერთოდ არ აინტერესებს ვინ უდგას წინ. მახაჩევი იქნება თუ ქავათ ტაისონი. ეგ თავდაჯერებულობაა, რაც ჩხუბის 50%-ს იგებს. თუმცა მორალესის უპირატესობა მაინც ისაა, რომ ის 77 კილოგრამში სახლშია. ილიამ კი ამ წონისთვის სერიოზული ტრანსფორმაცია უნდა გაიაროს. მახაჩევმა ეს უკვე გააკეთა. ნახეთ რა ტანი დაიდო, როგორ გაფართოვდა მხრებში. ადრე თუ გამხდარი ბიჭი იყო, ახლა ნამდვილი ათლეტია. საინტერესო კითხვაა, თუ ილია მოუგებს მახაჩევს და მერე მორალესი გამოვა მის წინააღმდეგ. რა მოხდება? აი მან იქნება ნამდვილი ცეცხლი. ორი სრულიად განსხვავებული სტილი, ორივე უმაღლესი დონის გრაპლინგით და ორივე ნოკაუტიერი ძალით. მეგობრებო, მე პირადად მგონია, რომ მორალესი არის ის შავი ცხენი, რომელსაც ბევრი სათანადოდ არ აფასებს. ისლამ მახაჩევს კი ნამდვილად აქვს მიზეზი, რომ ინერვიულოს. იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე სუსტია, არამედ იმიტომ, რომ მოდის ახალი თაობა, რომელსაც არ ეშინია მისი სახელის და რომელსაც აქვს ისეთივე ბაზა, როგორიც მას. აგერ ზმაო მესამე თაროც შემოგიდგით. მოდი ახლა ისეთ რამეზე ვილაპარაკოთ, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს. ფსიქოლოგიურ თამაშებზე და იმ უხილავ ძალაზე, რაც ოქტაგონზე გამარჯვებულს წვეთს. ხშირად მესმის, მახაჩევს ისეთი სტრაიკინგი აქვს, რომ ყველა დააინვალიდაო. კი ძმაო, ისლამი ფეხებსაც მაგრად იქნევს და ის მარცხენა პრიამოი საერთოდ ცალკე ხელოვნებაა, მაგრამ მოდი სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ის ნოკაუტიერი არაა. ის არის მანქანა, რომელიც ნელ-ნელა გღლის, გწურავს და მერე გაიძულებს შეცდომა დაუშვა. მაგრამ აი მორალესი არის აფეთქება. იმას თუ მოხვდი, მერე უკვე ვარსკვლავების თვლას დაიწყებ და ვერც კი მიხვდები საიდან მოგადგა. ჩემი აზრით, მახაჩევისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მორალესი მას ორივე სტიქიაში პასუხობს. დგომში მორალესი უფრო გრძელია, უფრო სწრაფია და უფრო მძიმედ ურტყამს. მიწაზე მახაჩევს გონია, რომ ყველას წააქცევს და დაჩაგრავს, მაგრამ მორალესის ძიუდოს ბაზა ნიშნავს, რომ მასთან კლინჩში შესვლა საშიშია. იქით არ გადაგაგდოს თავზე ძმაო. ახლა ჩვენს ილიაზეც ვთქვათ. ილია თოფურია არის ის ტიპი, ვინც მახაჩევს ყველაზე მეტად დააბნევს. რატომ? იმიტომ რომ ილიას აქვს ისეთი რამ, რაც რუს მებრძოლებს ყველაზე მეტად სძულთ, მოუხელთებლობა. ისლამს უყვარს, როცა მეტოქე მის წინ დგას და ელოდება, როდის შეუტევს. ილია კი სულ მოძრაობს, კუთხეებს ცვლის და ისეთი დაბალი სიმძიმის ცენტრი აქვს, რომ მისი წაღწევა ნამდვილი ჯოჯოხეთია. გაიხსენეთ, როგორ გაუჭირდა ისლამს ვოლკანოვსკისთან პირველ ჩხუბში. ვოლკანოვსკი მაჩვენა, რომ თუ პატარა კაცი ხარ, მაგრამ ძლიერი და სწრაფი, მახაჩევის გეგმა ინგრევა. ხო და ილია არის ვოლკანოვსკის გაუმჯობესებული ვერსია. უფრო ახალგაზრდა, უფრო აგრესიული და უფრო მეტი ძალის მქონე მუშტებში. მაგრამ მაინც მორალეს რატომ ვაყენებ პირველზე? იმიტომ რომ მორალესი არის ის, ვისაც მახაჩევი ფიზიკურად ვერ დაჯაბნის. 77 კილოში მორალესი ისეთივე დიდია, როგორიც იანგარი. მაგრამ იანგარისგან განსხვავებით, მაიკლს ჭიდაობა არ ეშლება. ბევრი ამბობს, რომ ილიას ჭიდაობა UFC-ში ჯერ არავის უნახავსო. კი, მართალია, მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ არ აქვს, არამედ იმას, რომ ჯერ არ დასჭირვებია. ყველას დგომში აცინებს. მახაჩევთან კი შეიძლება სწორედ ეგ დასჭირდეს. და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა მახაჩევი შეეცდება ილიას წაღწევას და ილია მას იქით დაუწყებს ჭიდაობას. ეგ იქნება ნამდვილი შოკი მთელი მსოფლიოსთვის. ერთი რამ ცხადია, 77 კილოგრამი ახლა ყველაზე ცხელი დივიზიონია. აქ არიან ახალგაზრდა ლომები, რომლებსაც ძველი გვარდია ჩამოწერა უნდათ. მორალესი, იანგარი, ჩვენი ილია თუ ავა, ეს ის ხალხია, ვინც UFC-ს მომავალს ქმნის. აგერ ძმაო, მეოთხე თაროც მივდგით და სურათი სრულდება. მოდი პირდაპირ თქვათ. ეს ყველაფერი მხოლოდ კუნთების თამაში არ არის, აქ ნამდვილი ომია სტილებს შორის. დააკვირდით მორალეს. ტიპი ოქტაგონზე ისე მოძრაობს, თითქოს მართლა ბუმბული იყოს. მაგრამ როგორც კი კლინჩში შედიხარ, ხვდები, რომ ბეტონის კედელს შეეჯახე. ეგაა ზუსტად ის ძიუდოისტური ბაზა, რაზეც ადრე ვამბობდი. ეგ სიმძიმე თეძოებში და წონასწორობის შეგრძნება მახაჩევისთვის ნამდვილი კოშმარი იქნება. ხშირად მეკითხებიან, ჯეკ დელა მადალენამ ხომ აჩვენა, რომ მახაჩევთან ჭიდაობა შეიძლებაო? კი, აჩვენა, მაგრამ ჯეკი მაინც სუფთა სტრაიკერია, რომელმაც ჭიდაობა ისწავლა. მორალესი კი ჭიდაობაში დაიბადა. ხვდებით სხვაობას? ეს იგივეა ინგლისური ენის კურსები გაიარო ან პირდაპირ ლონდონში გაიზარდო. მორალესის სხეული ქვეცნობიერად პასუხობს ისლამის ყოველ მოძრაობაზე. ახლა ჩვენს ილიაზეც დავამთავროთ ფიქრი. წარმოიდგინეთ სცენარი. ილია ადის 77 კილოში,
ამ არცხებს მახაჩევს, როც სრულიად რეალურია მისი სისწრაფით და იმ ცენტრალური გრავიტაციით, რაც 100 აღიჟებს მოჭიდავეებს და მერე უწევს ქამრის დაცვა მორალესთან. აი მანდ უკვე ნამდვილი ცეცხლი დაინთება. ორივე ახალგაზრდა, ორივე მშიერი, ორივე უდიდესი ტექნიკით. მორალესი თავისი გაბარიტებით და ილია თავისი მატადორული სიზუსტით. რა დასკვნა გამოგვაქვს ამ ყველაფრიდან? მახაჩევი საფრთხეშია, რადგან 77 კილოში ვეღარ იქნება ისეთივე გიგანტი, როგორიც ქვედაწონაში იყო. ილია თოფულია არის ის X ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პროგნოზი თავდაყირა დააყენოს, თუნდაც წონაში სხვაობის მიუხედავად. მაიკლ მორალესი კი არის ის კაცი, ვინც ჩუმად ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე ნამდვილ იმპერიას აშენებს და მზადაა ტახტიდან ჩამოაგდოს ნებისმიერი ლეგენდა. ბოლოს და ბოლოს მეგობრებო, სპორტი იმიტომ გვიყვარს, რომ აქ 1+1 ყოველთვის 2-ს არ უდრის. შეიძლება ქაღალდზე მახაჩევი ფავორიტია, მაგრამ ოქტაგონზე როცა კარი იკეტება, მხოლოდ შენი ხასიათი და ის წლები მუშაობს, რაც დარბაზში გაატარე. მორალეს კი ეს წლები ზურგს უმაგრებს. თქვენ რა სიტყვით, ძმაო? ამ ფოტომ ილიასთან ერთად მართლა დაანახა მსოფლიოს ახალი ძალა, თუ უბრალოდ ორი მაგარი ბიჭის შეხვედრა იყო. მე მგონია, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისია. დაწერეთ კომენტარებში, ვის მხარეს ხართ ამ დიდ გარჩევაში და ვისი გჯერათ ყველაზე მეტად. ველოდებით თქვენს აზრებს და მერე ერთად გავარჩიოთ შედეგები.